პარლამენტი გადასახადების მხოლოდ რეფერენდუმის გზით გაზრდის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მეორე მოსმენით განიხილავს პროექტის მიხედვით საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები მხოლოდ მთავრობის მიერ დანიშნული რეფერენდუმით დაწესდება. საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. დღევანდელ სესიაზე საპარლამენტო ოპოზიციამ სხვა საკითხებით წამოჭრა ქრისტიან დემოკრატი გიორგი ახვლედიანი საქარე მინების დამუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვს. მან ამ ნაბიჯს მთავრობის მხრიდან ნაჩქარევად მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება უწოდა, რომელიც საზოგადოებას გაუსაძლეს პირობებს უქმნის. გია ზაგარეიშვილი კი საკანონმდებლო ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით კითხვით მიმართავს. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი საზოგადოებრივ მაუწყებელს 3.300.000 ლარს მესამე არხის შესაქმნელად სთავაზობს. ზაგარეიშვილს საინტერესებს კონკრეტულად რომელ არხს მოხმარდება აღნიშნული თანხა. მოძრაობის ძალიან ბევრ წარმომადგენელს და ხელისუფლებასთან დაახლოებულ ადამიანებს ყავთ მადლობა უფალს ძალიან ბევრი ჯიპი, რომელსაც ქარხნული და წესით აქვს დაბურული უკანა საქარე მინები და აღმოჩნდება, რომ შეიძლება მათი ლობირებით პრობლემა შეიცვალოს. ეგ ძალიან კარგია. კარგია ის, რომ ამ ადამიანების ლობირებამ ძალიან ბევრ ადამიანსაც შეუმსუბუქა ის მდგომარეობა, რომელიც წარმოუდგენელ სირთულეებს უკავშირდებოდა. მაგრამ რა პასუხი უნდა გავცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აი ამ დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯების და გადაწყვეტილების წყალობით უკვე მოასწრეს და შეცვალეს, გადაიხადეს $780 და შეცვალეს უკანა საქარე მინები. 13.300.000 ლარი გამოეყოფა საზოგადოებრივ მაუწყებელს მესამე არხის რეორგანიზაციისთვის და ტექნიკური გამართვისთვის. პირველ რიგში მე მაინტერესებს რომელი მესამე არხია ეს. შემდეგ მაინტერესებს რატომ 13 მილიონი იქნება 26 მილიონი გამოგვეყო, უფრო მეტი, ან 50. ეს უკეთესი იქნებოდა და ასევე მაინტერესებს რატომ ახლა საფინანსო წლის ბოლოს 13.300.000 ლარი მაშინ როცა ზუსტად ერთი აბზაცის ზემოთ ძალიან კარგად გარკვევი წერია რომ აუცილებელი მედიკამენტების შეძენისთვის შესაბამის უწყებას გამოეყოფა მხოლოდ 2.100.000 ლარი.